ბათუმის საქართველოს ლატვიის ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს ფორუმი ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა სასტუმრო შერატონში ბიზნეს ფორუმს ლატვიის პრეზიდენტი ანდრის ბერზინში დელეგაციასთან და 70 ლატვიელ ბიზნესმენთან ერთად ესწრება საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნის ბიზნეს ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა გამარტივებული სალიცენზიო პროგრამა კრიმინალის დაბალი დონე გიორგი მარგველაშვილმა სწორედ ხაზი გაუსვა იმ მაჩვენებლებს რაც საქართველოში ხელსაყრელ ბიზნეს გარემოს ქმნის ფორუმის ფარგლებში საერთაშორისო და ადგილობრივ ბიზნესმენებს საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი შესახებ ინფორმაციას დეტალურად მიაწვდიან. საქართველოს უკავია ბიზნესის კუთხე სიტყვას გადავცემთ. საქართველოს დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საინვესტიციო კლიმატს ქმნის. როგორც მსოფლიოში, ასევე შეიძლება ნათლად ითქვას, რომ რეგიონში ჩვენ ვართ ლიდერი სავაჭრო ინვესტიციების და სავაჭრო პოტენციალის თვალსაზრისით. რამ განაპირობა ეს პროცესი? ეს არის პირველ რიგში ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნას, დაბეგვრის დაბალი განაკვეთების და გამარტივებული საგადასახადო ადმინისტრირება, გამარტივებული ლიცენზირებისა და სანებართო მოთხოვნების სისტემა, ბიზნესზე ორიენტირებული და არაკორუმპირებული მთავრობა, სტაბილური საბანკო სექტორი და ძალიან დაბალი კრიმინალის დონე. ეს არის ის ზოგადი მაჩვენებლები, რომლითაც ჩვენ მსოფლიოს ვაჩნობ ჩვენ თავს და რომლიდანაც გამომდინარე საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საინვესტიციო ქვეყანა. ამ ფაქტორებს ემატება ბუნებრივია ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელიც ჩვენ ახლახანს გადავდგით, სწორედაც რომ ევროპის სავაჭრო სისტემაში ერთიან ევროპულ ბაზარში ინტეგრირების თვალსაზრისით. ბუნებრივია ხაზგასასმალია ის ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც ჩვენ მოვაწერეთ სულ რამდენიმე თვის წინ ხელი და ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება.